ხოლოს ბიუჯეტი 26.463 ლარით გაიზარდა კორექტირება გასული წლის ნაშთისა და ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის საფუძველზე მოხდა. ცვლილებებს მხარი საკრებულოს 22-მა დეპუტატმა დაუჭირა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ. კახაბერ კანაძე გამოთავისუფლებული თანხით სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითხოვს, თუმცა აღნიშნული თანხები სხვადასხვა ღონისძიებებზე გადანაწილდა. მათ შორის 12,000 ლარი საკრებულოს დარბაზის ინვენტარის აღჭურვაში დაიხარჯება. თემაზე ვრცელ რეპორტაჟს დღის მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. სოფლის მეურნეობის საკითხებში საერთოდ არის ნული პროგრამები, არც ერთი თანხები არ იდება სოფლის პროგრამებში და ქონდა ჩვენ სოციალურ სტიქიით უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე დახმარებას უწევდით. 2013 წელს იყო 140,000 ლარი ჩადებული, 2014-ში 294,000 და სამწუხაროდ წელს 0 ლარითაა ეს პუნქტი გათვალისწინებული. ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით ეს არის მიმდინარე პროცესი. აქ არც ბიუჯეტი იზრდება და არც მცირდება. ის ბიუჯეტი არის რაც ჩვენ მივიღეთ 2015 წლის. არის რაღაც თანხების, ესე ვთქვათ, გამოტანა და უფრო სწრაფად რეაგირება რომ მოხდეს ეკონომიკის ხარჯზე ვუმატებთ ზოგიერთ პროექტებს, შესაბამისად პროცესები მიდის ჩვეულებრივ რიტმით.